მოგესალმებით პირდაპირ ეთერშია ობიექტივი მე ირმა ინაშვილი ვარ და თქვენთან ერთად ვიქნები დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ეკრანზე ამონათდება ჩვენი პირდაპირ ეთერის ნომერი და თქვენ შეგიძლიათ ტრადიციულად დაგვიკავშირდეთ თქვენი მოსაზრებები გაგვიზიაროთ თქვენი პოზიცია თქვენი ხედვა თქვენი ტკივილები და რა თქმა უნდა სიხარულიც თუ ასეთი სასიხარულო რამ გაგვთ სათქმელი ჩვენთვის მე მინდა გავაგრძელო ჩემი გუშინდელი გადაცემის მთავარი თემა და დღესაც ვისაუბროთ იმ პრობლემატიკაზე, რაც თითოეულ თქვენგანს აწუხებს და ადარდებს. გუშინ მე ვისაუბრე სოციალურ ტრაგედიებზე, სოციალურ ვითარებაზე ამ ქვეყანაში, რაც სახეზეა და დავსვი ესეთი კითხვა, როგორ ცხოვრობს თქვენი ოჯახი? მოაღწია თუ არა თქვენთან კეთილდღეობამ მოგეხსენებათ პრემიერი კობახიძე მუდმივად იმაში გარწმუნებთ რომ სიღატაკეს ძლიეს ეკონომიკა აყვავდა წინ მივდივართ გადავასწარით ევროპულ ქვეყნებს ეკონომიკურ ზრდაში და პრინციპში მადლიერი უნდა იყოს ქართველი ხალხი რომელიც სინამდვილეში გმინავს და პოლიტიკა ტყუილის, პოლიტიკა მასკარადების, პოლიტიკა სპექტაკლების გრძელდება. და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ეს რომ დამთავრდეს, ამისათვის აუცილებელია შეიცვალოს კობახიძის მთავრობა. გადადგეს, გადააყენონ, წაბრძანდეს და დაანებოს ამ ქვეყანას თავი. ძალიან საინტერესო მონაცემები მინდა დღეს გაგაცნოთ. ეს მონაცემები სურათს ქმნის რა ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობთ დღეს ჩვენ. ნახეთ ციხეს გადავავლოთ აქედან თვალი. ციხეშია ქართული ოცნების ყოფილი პრემიერი. ციხეშია ქართული ოცნების სუსის ყოფილი უფროსი. ძალიან მძიმე კორუფციული ბრალდებით. ციხეშია და დააკავეს რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნების სუსის ყოფილი, უფროსის ყოფილი მოადგილე. და აქაც ძალიან მძიმე კორუფციული ბრალდება აქვს თამის აღება. ციხეშია ქართული ოცნების ყოფილი თავდაცვის მინისტრი, იქაც თანხების მითვისებაზე და ჯარის გაყოლაფაზეა საუბარი. ციხეშია და უკვე მიესაჯა 10 წლიანი პატიმრობა ქართული ოცნების ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს და აი ესეთი სურათია და აი ამ ფონზე როდესაც თურმე ზოგი ჯარს ყლებდა აქ თანამდებობის სტატუსებს რომ გადახედოთ თანამდებობრივ სტატუსებს ეს არის უმაღლესი თანამდებობის პირების შემადგენლობა ზოგი ჯარს ართმევდა საჭმელს და ზოგი უფასო სასადილოებს ღლებდა და ზოგი კოლცენტრებთან იყო დაკავშირებული და არ ვიცი მთელი ეს უბედურება ხდებოდა ამ ქვეყანაში ამას ჩადიოდნენ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები და იგივე ქართული ოცნება ამბობს რომ ჩვენ უალტერნატივოები ვიყავით სუფთა რეპუტაციის ხალხი ვიყავით. გახსოვთ როგორ არწმუნებდნენ ხალხს მხარი დაგვიჭირეთ, ხმა მოგვეცით, აბა ჩვენ თუ არა ვინ და აი თურმე ამდენი კაცი ჭამდა სახელმწიფო ბიუჯეტს, აქ ლაპარაკი არის კიდევ ერთხელ უსვამ ხას ხელისუფლების პირველ პირებზე და აი ამ დროს ხელისუფლების პირველ პირებში შედიოდა ეს ბატონი კობახიძეც, რომელიც პარლამენტიდან ვალდებული იყო ეკონტროლებინა ეს ყველაფერი, მაგრამ ის გამოირჩევა მე ბევრჯერ მithქვამს თავისი სტილით ეს არის ჩაჩურჩულების არასასურველი მოწინააღმდეგის აი ამ ჩურჩულით ყურში ჩაჩურჩულებით განადგურების სტილით და ამ ყველაფერზე საუბარი და რეაგირება დაიწყო მაშინ როდესაც ეს შედიოდა მის ინტერესში ის თვითონ არ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე რაც ხდებოდა თურმე ქართული ოცნების შუაგულში ეს თანხების მითვისება კოლცენტრებიდან ფულის აღება ბიუჯეტის ყვლეფა ისე ხდებოდა რომ არაფერი არ იცოდა ეხლა მინდა გადავხედოთ საინტერესო მონაცემებს
არ ჩანს ეკრანზე ტელეფონის ნომერი, თუ გამოიყვანთ, ახალი ტელემაყურებლები რეკავენ ეთერში და მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ დაგვიკავშირდნენ. სტატისტიკური მონაცემებია, ფაქტებია, რაზეც მინდა საუბარი, ხაზზე არის ტელემაყურებელი, ამიტომ ვერ შემოდის ზარებიო. მოდით შემოვიყვანოთ ტელემაყურებელი და შემდეგ უკვე გავათავისუფლოთ სატელეფონო ხაზი. გამარჯობათ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობათ, საბატონო ირმა. ძალიან დიდი გულისკივილით მინდა გითხრათ რა ჩვენი თავრობის რეფორმა შემეხო მე მომიხსენებს სოციალური დახმარება. ვარ პირველი ჯგუფის უსინათლო. და ეხლა მე რა მაინტერესებს ეს ხმა მეორდება ტელეფონში რა ხდება? არა, კარგად ისმის ისაუბრეთ. კარგად ხო. ხო და ქალბატონო ირმა, მე რა მაინტერესებს ბატონი კობახიძე ხელფასზე ზრდის თავის კოლეგებთან, თვითონ თავისთავად სოციალური დახმარების მოხსნის ხარჯზე ალბათ, ხო? ხო და ეს ხო არის ხალხის დაცინვა, დაცინვის ჩვენ პენსიონერებს, უსინათლოებს. და მე მაგალითად მოვიტყოდი ასეთ რამეს, რომ ჩამოიცან ის მაღალი ხელფასები და დაჰქონენ 500 ლარზე. დაიგონ ცხოვრების გემო, რიგითი მოქალაქეების და პრობლემები ძალიან ბევრი გვაქვს. მე გახლავთ დედოფლის წყაროდან, ეხლა ღარიბაშიც მე კარგად ვიცნობი და მაგის და დაჭერით საქმე არაფერი არ გაკეთებულა. კაცი ამბობს მე ბიუჯეტიდან 1 თეთრით არ მომიპარავსო, მაგრამ აუშავდნენ რომ რაღაც შემოსავლები დამალეო და რაღაც ღარიბაშვილის შემთხვევა, განსხვავებული შემთხვევა, იქ პირად ბიზნესზეა საუბარი და იმაზე რომ ეს არ იყო ასახული დეკლარაციაში, ეს სხვა შემთხვევაა ნამდვილად და ეს ღარიბაშვილი არის კობახიძის პირადი შურისძიების მსხვერპლი სინამდვილეში. ვიცი რაც მოხდა კი ბატონო. ხო და ძალიან დიდი პრობლემები ქალბატონო ირმა. აი გინდათ საწვავთან დაკავშირებით. რუსეთი გვაწვდის საწვავს და აზერბაიჯანი. რა შუაშია ჰორმოზის სრუტე. ამასთან დაკავშირებით. ეგა კიდევ ეს ბავშვებზე ითხოვენ რაღაც მედიკამენტებს. აი ჩვენ თავრობის წევრებს რა თუნდაც ამდენი მილიონები რაში სჭირდება? რა თუნდაც გაიღონ ცოტა ქველმოქმედება და რა ვიცი დააფინანსონ. ხალხის ფულიაო, გახსოვთ კობახიძემ რა განცხადება გააკეთა, ხალხის ფულია და ამას ვერ შევეხებითო და მე ცოტა ხანში მოვყვები როგორ ეხებიან ხალხის ფულს. ხო და კიდევ ერთი გულისკივილით რა ეს არაბიზაცია ვითომ გაჩერდა, არაბები შემოიყვანოთ. ხო მიჩქმალეს დავით გარეჯის ამბავით მიჩქმალა. არავინ არ ლაპარაკობს. ეგეც ხო ქართული მიტა. დედოფლის წყაროში ხალხი როგორ ცხოვრობს? კმაყოფილია ამ ხელისუფლების პოლიტიკით? რატო? ამჟამად არა. ჭირს გაგიდა ცხოვრება, გაძვირდა ყველაფერი. შევყვიდნენ რომ აპრილის ბოლოს ფასტაკრებები იქნება და აისახებაო, მაგრამ არაფერი არ ასახულა. გაძვირდა ყველაფერი. მადლობთ. რა ვქნათ როგორ მოვიცით. დიდი მადლობა სატელეფონო ზარისთვის. საქართველოს ყველა კუთხიდან გვირეკავენ და გვიკავშირდებიან, ხალხის ფულია. და ხას უსვამდა კობახიძე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების თემაზე გადავხდი ახლა, რომ ხალხის ფულს როგორ შევეხო და ახლა მოდით ვნახოთ როგორ ეხებიან ხალხის ფულს. იმ დღეს ვახსენე გადაცემაში და დღესაც მინდა
რაღაც მონაცემი, რომელიც ოფიციალური მონაცემია და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეც არის გამოქვეყნებული ამის შესახებ ინფორმაცია. გაიმართა ბათუმობა 25, ეს არის დღესასწაული, თავისთავად ძალიან კარგია, რომ აღინიშნება ჩვენი ქალაქების დღესასწაულები, ბორჯომობაც არის, თელავობაც არის, მაგრამ გააჩნია ხო? რას როგორ აღნიშნავ და ამ გაჭირვებული, გაღატაკებული ხალხის ფონზე რა თანხას იღებ ბიუჯეტიდან და მოდით ახლა ვნახოთ. აი მარტო ამ ღონისძიების ფარგლებში შერატონში ივახშმეს და 70,000 ლარი ბიუჯეტიდან გადაიხადეს ამ ვახშამში. მაგრამ ეს კიდევ არაფერი არ არის. 1000 ლარი გადაიხადეს მხოლოდ ტორტში. გესმით თქვენ? აი ხალხის ფულს როგორ უფრთხილდებიან. ეს ბიუჯეტიდან აღებული თანხა 1000 ლარიანი ტორტი. ზარი არის ეთერში. ალო. გისმენთ ისაუბრეთ. ალო. ისაუბრეთ. მე ცხოვრობ ოზურგეთის რაიონში. და ჩამოვიდეს ყომახიძე და დაათვალიეროს რამდენია სოფელში. აი არა. ერთი პატარა შენობა არის საბჭოს ხმელიმას. ბიბლიოთეკა იქა, საექიმო პუნქტი იქა, იდების, პატარების, ბავშვთა ყველაფერი მოთავსებული საქმედან ბავშვებს ამ ჩამოიყვანონ ძირში და გააკეთებენ და გაათამაშონ ისეთი არაფერი ადია ხალბატონო იღმა. ხალი არ გვაქვს, საექიმო პუნქტი არ გვაქვს, ვაფშე სვერტო, წარმატებულია წარმატებული მისცემო. ხალი არ გვაქვს, ხალი შექმნის უკან მხარეს შედის და იმაში ურეცი წაიყვანეს და ჩვენ არ გვაქვს ხელი. წარმოიდგინე, ჩვენი სახლის უკან მიდის იმაში და ჩვენ არ არის. არც ხალი, არც არაფერი სულ და მე პირადად მე ვარ 76 ბროხიალური ასტმა. გულის ძერა და ყველაფერი იმა განახარ აფერცელობ მე. რომელი სოფლიდან ვიკავშირდებით? არ ყოფნის მარტო წამლებში. წამლებში არ ყოფნის მარტო. ძალიან გაჭირებული. ხორცი და ბენზინატობა მეხუთავს და იმდენი ნაშრომი იმა ხენ ქვეყანაზე ეს ხალხ მარტო ხაზი არაფერს არ ამბობენ ისეთი საქართველო, ახმან, რაუგა საქართველო, ვენწვალო იმ დღეს კალათში ვიდიოდი ჩაიცი, საწმელის მქონდა, სასმელი მქონდა, ყველაფერი, სამხედრო წინში მუშაობდი, ირმა, აქცია ვიყავით ანგრიესის და არ მეწონდნენ წასო კომუნისტური ცხოვრება, მაგრამ მე სრულად პასუხის მიღების ვიცი ამას, რაც კომუნისტური პარტია აკეთებდა, არც გაუკეთებია, ვერც გააკეთებენ, არც პატრონებიან ხალხს ვერც ეკეთებინებს. იმიტომ ჩემთან დავალდებით ახლა მიწები მატერია, მე მიწები და რა გავაკეთოთ იმისაზე და შესაძლოა ფაროსანა შეჭამ, კარგავსა ფაროსანა და არქესა სარტო ხინსაერტად გაჭირვებული საწოდაი რომ ჩამოვიდეს ყომახიძე ოზურგეთში მე მიკითხოთ მერიაში ცხოვრობ გობრონიძე ზოია და დავათვალიერებთ რაფერ ცხოვრობს ხალხი. მადლობთ. მე იქაც აიტრებო. მე მასე ძირფესიანი კანტი დადგეს პონზე. ანანჭადა ხო? ჩაჩოდა უმამობა. თემამო ბაღანაცოროს. ბაღანო. ისა სახლი არა. არ ხაობს. მაშინ სკოლაში მეაწყე. ისა სამწუხარო თქმარი. მოხსნოჩი ძებო. და დღეს უკნობუროს ის ვინმე არ ყავს პატრონი. ჩაჩოდავათა. ეს საქართველო. მადლობთ. ამის ციხე ბრძოლა ჩვენი შედამახასმა. აი როგორი ტკივილიანი ზარი არის ახლა ეს ოზურგეთის რაიონის სოფელი მერი არაჩვეულებრივი სოფელი ბევრჯერ ვარ ნამყოფი მე აქ
და როგორ ასახავს საქართველოს მოქალაქის ქართველი ქალბატონის ოჯახის ცხოვრებას და როგორ გმინავს დღეს ქართველი ხალხი და აი ამ ფონზე როდესაც გადახედავ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების ცხოვრებას აი ეს 0.7%-ია მთელი სიმდიდრე რომ ის ხელშია მოქცეული რა დიდი სოციალური უთანასწორობაც არ არის ესა ფეოდალური წყობა ბატონყმური წყობა მონათფლობელური წყობა რაც გინდათ ყველაფერი მიესადაგება ამას გარდა იმისა რომ ეს არის რაც გვიწერია კონსტიტუციაში რომ სოციალური სახელმწიფო ანუ ორიენტირებული სოციალურ სიკეთეებზე არაფერი არ არის მსგავსი ეს არის მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე ორიენტირებული ხელისუფლება და ვაგრძელებ კიდე მე ფაქტები მინდა გაგაცნოთ წეგან ვისაუბრე იმაზე რომ ბათუმობა 25-ის ფარგლებში მხოლოდ შერატონი სასტუმრო არის ესეთი შეარჩიეს ივახშმეს და მთელი 70,000 ლარი ამ ვახშამში გადაიხადეს ეხლა ნახეთ რა საინტერესოა ესეც რა ტრაგიკული და დამაფიქრებელია და კიდე კარგად არის ეს ბიუჯეტი აი ამ წურბელების ხელში 2026 წლის თებერვლის მონაცემებია და ინფორმაციაა რომ ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა და იქ რეგიონებია დასახელებული ჯამურად ერთ თვეზეა ლაპარაკი 2026 წლის იანვარში სმაჭამაში მარტო რესტორნებში მთელი 400,000 ლარი გადაიხადეს. გესმით მეგობრებო, ეს თქვენი ფულია. ხალხის ფულს ვერ შევეხებიო. აი კობახიძის ჩინოვნიკები როგორ ჭამენ ხალხის ფულს. ახლა ვნახოთ გამარტივებული შესყიდვები არსებობს ესეთი, რომ მარტივად აფორმებენ კონტრაქტებს და ერთ პირთან და აი სწორედ ამ სარესტორნო მომსახურებებში, ტორტებში და ეკლერებში იხარჯება ეს ფული მერე. და 2025 წელს მარტო აი ამ გამარტივებულ შესყიდვებზე თავრობამ რამდენი დახარჯა არ გაინტერესებთ 1 მილიარდი მეტი 1 მილიარდ ლარზე მეტი წარმოგიდგენიათ თქვენ ზარი კიდევ ერთი ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხართ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით დრო იკარგება პირდაპირ ეთერში ბრძანდებით მერე რომ მიდის ეს გადაცემა და წამყვანი შედის ეშხში და რაღაც აზრებს ავითარებს პაუზები ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენ საუბრობთ იმ ქვეყანაზე რომელიც ნამდვილად ლამაზი ქვეყანაა ჩვენი სამშობლო საქართველო და იმ ალბედით მდგომარეობაზე რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენი ხალხია ზარი ჩვენს ეთერში პირდაპირ დაიწყეთ საუბარი ხალბატონო ირმა ბრძანეთ თქვენ საუბარდა აზროვნებაზე ძალიან მოდი, მაგრამ ერთი რამ მაინც მაღალწოდეს რა თქვა ზანა რა თქვა კობახიძე რატომ ახსენებს თქვენ ამ კობახიძეს და საქართველოს ჩირის რომ ვერ ვამბობთ იმას რაც უნდა თქვა თქვენ ბრძანეთ რას ვერ ვამბობთ აბა თქვენ ბრძანეთ რასაც ჩვენ არა თქვენ უნდა მიხვდეთ ამას არა მე ალბათონე იცით როდესაც თქვენ რეკავთ იკითხება ობახიძეს რა იცით რა როდესაც ადამიანი პრემიერ-მინისტრია გარწმუნებთ ეკითხება მე მესმის ეხლა არა მე ვიცი ყველამ ის ეკითხება აი თქვენ იცით მაგრამ ვერ ბედავთ რო თქვათ და მე გიპასუხებ რომ თქვენ ეხლა გულისხმობთ ბიძინა ივანიშვილს ფოტის კარე აი თქვენ ტელევიზორში გამოდიხარ ძალიან შეიძლება და სამკეთესო საუბრობ გიპასუხებთ ქალბატონო მესმის რომ ვერ ბედავთ ამის თქმას და გსურთ რომ მე გავუსვა ამას ხაზი და არც არასდროს ჩვენ არ დაგვიხევია უკან გველაპარაკა სიმართლე ყველაფერზე და მათ შორის იმაზე რომ რა თქმა უნდა როდესაც პრემიერია სტატუსით ადამიანი გარწმუნებთ რომ მას ბევრი რამ შეუძლია თავად დამოუკიდებლად
გადაწყვეტილებების სახით მიიღოს. ამას არ ჭირდება ყველაფერში ბიძინა ივანიშვილი. მაგალითად ის კანონები, რომელიც მიღებული იყო აი ტროტუარზე დგომის გამო, რომ ახალგაზრდებს აკავებენ, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არ მოხარშულა ბიძინა ივანიშვილის გონებაში. აი ესეთი მზაკრული კანონები შექმნა აი ამ ბატონმა კობახიძემ. და კობახიძეზე ვსაუბრობთ იმიტომ, რომ 2 წლის განმავლობაში გრევის გარდა ამ კაცის ხელმძღვანელობით ქვეყანამ ვერაფერი შედეგი პოზიტიური ვერ ნახა. ქვეყანა გადაამტერა მთელ მსოფლიოს. ქვეყნის შიგნით არის უკიდეგანო დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის, ადამიანებს შორის, ოჯახის წევრებს შორის. ელემენტარულად ამ დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს როგორ მოექცნენ, შეხედეთ, დააკვირდით, გაიაზრეთ. განა ეს არ არის ამ მართლობის სახე და მე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ თუ კი ვინმე დააზიანა ქართული ოცნება, აი ესეთი მომაკვდინებელი ზიანი თუ კი ვინმე მიაყენა, ეს არც ერთი წინა პრემიერი არ ყოფილა. კობახიძის პრემიერობამ, მართლობამ და პოლიტიკამ მიაყენა უზარმაზარი ზიანი ქართულ ოცნებას თვითონ. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. მოგესალმებით, ირმა შემოგეძლო. მეც მოგესალმებით. ეს თავრობა არ არის. კაცი რომელიც იმხელა დაპირებებით შემოვიდა პოლიტიკაში, ადამიანმა რომელმაც ქვეყანა სახელმწიფოებრივად ვერ განავითარა და ამდენი განაპირების ხალხს მოაწვია და ხალხის პრობლემები ვერ გადაჭრა. ნახავ, აწო გენერალად მისი ბიზნეს სტრუქტურა. კომფორტი მორიცხო ჩემ ქვეყანაში და რატომ გავარ კანონზე მაღლა დადგა დანარჩავის სიგენე არის სიგებიან და რა დაგია ხო? ამას რაგობია. ახლა მაგენმა რომ კანონი შემოიღო სიძულვილის ენა მე ვამბობ და ვადასტურებ კიდე ეს სიძულვილის ენის უმაღლესი კატეგორია და გამოვინება რა იყო იცი? ქართველ ხალხს მოგვიწოდა საკუთარიდან ეიყარეს და წადით თავი გადირჩინეს წამეს თვით ნახეთ ლუკმაპოლიო არა მაგი თქვენ მოგცემთ მაგიოშიო ნახ მაი პოლიტიკა ვენაცოლი ნატურაზე შემთხვევით ამოსულ სოკოსავით კორპუსები ყველა რეგიონში და ძირქალაქებში ვისთვის უნდებია ესე იგი უცხოელებით რომ გეიტენონ და აგენი იყო ხელისუფლებაში და რა თქმა უნდა მთავრობას მიშენ მაგარი ხმა საიდან ვიკავშირდებით იმართლა გარიყო სიძულვილის ენის უმაღლესი კატეგორია რა არის არის სიტყვა ესე იგი ამ სიტყვამ დავსკაჭრა ჩვენ ქართველები და ისე რათემ ზურები ვარ ჩვენ მანდამაი დიუშენის სიტყვები არა ამას საქმიდან მოქმედებით გაგვანადგურა სიტყვა ხოთ დაითადო სამწუხაროდ ზარი გაითიშა მე თუ არ ვწდები გურიიდან იყო ეს ზარიც ვაგრძელებ მე ფაქტებზე საუბარს აღინიშნა ღვინის დღე მოკლედ ჩვენს ქვეყანაში ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული ღვინის სხვადასხვა ჯიშების პოპულარიზაციას და იმას რომ ქართული ღვინის რეკლამირება მოხდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უამრავი სტუმრები მოიწვიეს და მთელი ამბები რაც თავისთავად ხას უსვამ ცუდი ნამდვილად არ არის რომ ეწეოდეს რეკლამა ქართულ ღვინოს მაგრამ აქაც ადეკვატურობა ასაჭირო ხო სწორია და მაშინ როდესაც ქართული ოცნების პრემიერი კობახიძე ბრძანებს რომ ხალხის ფულს ვერ შეეხება და თურმე ამ დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის არ შეიძლება გავიღოთ სახელმწიფომ და ხალხმა სახსრები კურნალობისთვის, რეაბილიტაციისთვის და ასე შემდეგ, ახლა ვნახოთ ამ ღონისძიებაზე ღვინის დღის აღსანიშნავად ბიუჯეტიდან რა დახარჯეს. 1.421.901 ლარი. და 8 მაისს აღნიშნეს ეს რამდენიმე დღიანი ღონისძიება იყო. ანუ
ამ ღონისძიებისთვის ღვინის რეკლამირებისთვის ხომოძებნეთ 1.421.901 ლარი და ამ ბავშვებისთვის თურმე ხალხის ფულია და ხელი როგორ უნდა ახლოთ სამარცხვინოები ხართ თქვენ ქართული ოცნების პირველ პირებზე ვლაპარაკობ ახლა მე ზარი კიდევ ერთი ისაუბრეთ ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით დრო იკარგება როდესაც დარეკავთ პირდაპირ ეთერში უმორჩილესად გთხოვთ დაიწყოთ პირდაპირ საუბარი ეხლა ვნახოთ კობახიძის ორწლიანი მმართველობისას პრემიებში დანამატებში და ასე შემდეგ რა თანხა დაიხარჯა 950 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო ჩინოვნიკების პრემიებში დანამატებში და ასე შემდეგ ანუ ავადმყოფი ბავშვებისთვის არ არის ფული თურმე და ამ პრემიებისთვის და დანამატებისთვის თვითონ რო კომფორტულად იცხოვრონ ფული არის ეხლა ნახეთ რასთანა გვაქვს საერთოდ საქმე ჯარიმები რო ავიღოთ ავტოსატრანსპორტო ჯარიმები რამაც უკვე არ ვიცი რა სახე შეიძინა ადამიანების ჩაგურის ეს არის პირდაპირ ხაფანგები დაგებული მთელი ქვეყნის მასშტაბით დაარღვია არ დაარღვია ყველა მასობრივად ჯარიმდება და თურმე რა ყოფილა ამისი მიზანი გესმით რას ამბობენ ქართული ოცნების დეპუტატი გამობრძანდა და აგვიხსნა გაგვაგებინა რომ мотивациაო ხო არის საჭირო რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლები გადაბრძანდეთო ამ თქვენი ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტშიო და мотивация რო აგი მაღლდეთო ამიტომ ეს ჯარიმები არის გამოყენებულიო გესმით ხალხო ჩვენ ვისთანა გვაქვს საქმე საერთოდ ვიაზრებთ ამას ანუ мотивацიის ასამაღლებლად აჯარიმებენ ადამიანს და სანამ თბილისიდან ბათუმში ჩავა 500-600 ლარის ჯარიმა ეწერება ამას კიდე საწვავი ემატება და მოდი ნუღარ წახვალთ ნუღარც ნათესავს ნახავთ ნუ საქმეზე ნუ წახვალთ ნუ რაფერს ნუ გააკეთებთ იმიტომ რომ ეს არის მონათფლობელური წყობა სხვა რამე კი არ არის და მოდი აბა ეხლა ამ ჩინოვნიკების მანქანების ჯარიმებზე დავიწყოთ ლაპარაკი და მათი ხელფასებიდან გამომდინარე ჯარიმები იყოს რამდენჯერმე მეტი ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქის ავტოსაგზაო ჯარიმა და იყოს მათთვის ჯარიმები 1000 ლარი 4000 ლარი და რა ვიცი მეტი კიდე ერთი რა мотивация აუმაღლდებათ და როგორ აუმაღლდებათ ამას კარგად ვნახავთ მერე ყველა ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში რემჩიდების და ხალხატმერებმა გამარჯობათ საიდან გვიკავშირდებით სამეგრელოდან სამეგრელო მომიკითხეთ სამეგრელო გაიხარეთ მე ვიცი თქვენი აფხაზეთიდან წალება და უგეძურობა და სვანეთში გადმოსვლა ასკინ ახაიგებდა გოგონა იყავი მე ვძელი ხალბატონი ვგამდები მე ვძელი ეხლა მიდან ფოლ საკარტელოს მიყურეს მისფენ ბოლსოდო მოემზადო არცევები და ხმარნიეთი ილმაინაცი აპრიოტალია და შემოხარდე დააფერადენ ვანონი სვა არაფერი ისენი ხოლს კამპელებო ვანძადი შემოხარდე ვანონები არგაზონდებოდა ყველა მადლობთ დიდი მადლობა მადლობთ თქვენი თანადგომისთვის მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს ობიექტივის მაუწყებლობის უნიკალურობას აი ნახეთ დედოფლისწყარო ოზურგეთი სამეგრელო მთელი საქართველო ჩართულია ობიექტივის პირდაპირ ეთერში და თითქმის ყველა კუთხიდან გვირეკავენ ჩვენ რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ამ მონაპოვარს ჭირდება გაფრთხილება დაცვა და როდესაც ეკრანზე ისახება წარწერა დაეხმარეთ ობიექტივს მეც გთხოვთ ყველას მესმის რომ ისევ გაჭირვებული ადამიანი წირავს ობიექტივს თანხას მაგრამ იცოდეთ რომ თქვენი ყოველი თეთრი თქვენი ყოველი ლარი ხმარდება იმას რომ ენთოს ობიექტივი თქვენს ტელეეკრანებზე და ისმოდეს თქვენი სიმართლის ხმა ობიექტივის ეთერში ყველას დიდი მადლობა რომლებმაც შეიტანეთ უკვე წვლილი ობიექტივის დახმარებაში ზარი კიდევ ერთი გისმენთ
ისაუბრეთ. პირდაპირ ისაუბრეთ. გამარჯობათ. მოგესალმებით, გენაცვალეთ აჭარიდან. მეც მოგესალმებით. მერტმა, კუნშვა, წარმატებოდა ყველაფერი კარგი. თქვენთან ერთად. პასტა და ფურცელი გიტირავთ ხელში. და ჩაიწერეთ ერთი აზრი. სიამოვნებით. აი რაც ეკუთვნის ჩვენ პრემიერ მინისტრს. მოიცა ახლა იდიოტიზმი დაუშვით ხას გამზაფებული პასუხისმგებლობის ხდობა ისაუბრეთ. დრო იკარგება, ისაუბრეთ. ეს ძვირფასი საეთერო დროა. თუ შეძლებთ თავიდან მადლობთ. ამას ჩაწერაც არ ჭირდება, თქვენი ხმა გაისმა, თელმა საქართველოს მოისმინა რაც ბრძანეთ. მე ვსაუბრობდი ამ გადაცემაში ფაქტებზე. კიდევ ერთი მონაცემი მინდა გაგაცნოთ, რაც ასევე ქართული ოცნების ჩინოვნიკების სმა-ჭამის მიმართულებას ეხება. გაღატაკებული ჩვენი ხალხის ფონზე. უკეიფია თურმე აღსრულების ბიუროს და 83,000 ლარი გადაიხადეს რესტორანში. ნავთობის კორპორაცია ხო არ ჩამორჩებოდა? თაბორის პარაგრაფში იკეიფეს 3,000 ლარზე მეტი გადაიხადეს. აბა ეხა ამათ თელავის მერიაც ხომ უნდა აყოლოდა სმა-ჭამის მიმართულებაში და თელავის მერიამაც იკეიფა და ლექსოს მარანში 3,789 ლარი ბიუჯეტიდან თქვენი ფული გადაიხადეს. უამრავი მონაცემია ესეთი შეგვიძლია ჩვენ მოვიყვანოთ, გაგაცნოთ ჯერ ერთი ბიუჯეტიდან. აი ესე რესტორნებზე, წვეულებებზე თუ მაინც და მაინც ისეთი მნიშვნელოვანი რამ არ არის, რომ უცხოელი სტუმრები არიან ჩამოსული და რაღაცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რამ ხდება და იქაც ძალიან გონივრულად არის ყველაფერი განსასაზღვრი, არ უნდა იხარჯებოდეს აი ესე, რომ რომელიღაცა რაიონის, რომელიღაცა გამგებელს მოშივდა და მოუნდა რესტორანში წასვლა და საკუთარი ჯიბიდან კი არ იხდის ეს დალოცვილიშვილი იმ რესტორნის ფულს. მიდის და ბიუჯეტის ხარჯზე ძღება. აი ეს არის მონათმფლობელობა და ბატონყმობა და ფეოდალიზმი. ბიუჯეტის ხარჯზე ძღებიან და ხალხზე ბრაზდებიან, რომ კმაყოფილი არ ახართ თურმე თქვენ. იმითი რაც ქვეყანაში ხდება და თქვენ მაცივარზე არ არის ასახული ეს ეკონომიკური გაფრწყინება საქართველოსი თურმე. ზარი კიდევ ერთი. გმადლობთ თავიდან დაგვიკავშირდით, იმიტომ რომ ხმა გაორებით ისმის და დრო იკარგება საეთერო დრო. გისმენთ, ყველას გისმენთ დიდი ყურადღებით. და ობიექტივში არც ერთი ზარი არ იბლოკება, ეს არის თავისუფალი ეთერი, მართლაც დიდი მონაპოვარი ჩვენი, რომლითაც თქვენ სარგებლობთ. და როდესაც საუბრობთ იმაზე, რა თანხები იხარჯება ბიუჯეტიდან სმა-ჭამაზე ქართული ოცნების ჩინოვნიკების, მოდით გადავხედოთ კიდევ ერთხელ იმას, რომ 2025 წლის მონაცემებით სოციალურად დაუცველთა ბაზაში 319,957 ბავშვია აღრიცხული. თითქმის 400,000 ბავშვი რაღა დარჩა და ესეც ის რაც ოფიციალურად არის აღრიცხული, თორე ეხა არაოფიციალური რაც ემატება კიდე ამას 900,000-ზეავა თავისუფლად. რაოდენობა იმ ბავშვებისა, რომლებიც არიან სიღატაკის ზღვარს ქვემოთ. ანუ სოციალური დახმარება და შემწეობა და აი ამაზე რო არიან მიბმული. და აი ამ ფონზე ამდენი გაჭირვებული და მშიერი ბავშვის ფონზე
ნახავთ თქვენ 1 ივნის გამოვა ეს ქართული ოცნების ხელისუფლება და ბრტყელი ლამაზი სიტყვებით ილაპარაკებს იმაზე, რომ თურმე როგორ იცავენ საქართველოში ბავშვების სიცოცხლეს და ბავშვების ინტერესებს. აი ეს არის მასკარადი მორიგი, რომელსაც ვიხილავთ ჩვენ ამ დღეებში. რა სამწუხაროა, რომ ესეთი მასკარადების, ტყუილის, სიფლიდის ეპოქაში გვიწევს ცხოვრება. ზარი კიდევ ერთი. ისაუბრეთ. ყურადღებით გისმენთ, ისაუბრეთ. ჩვენი ქვეყანა ძალიან ლამაზი, დიდარი ბუნებრივი რესურსებით, გარემო უნიკალური, ხალხი ნიჭიერი და ვერ ვეღირსეთ იმას, რომ ერმა გაიხაროს. და მუდმივად ხდება ისე, რომ პატარა ჯგუფი, რომელიც ხელში იგდებს ხელისუფლებას, კისერზე აჯდება ქართველ ხალხს და წოვს სისხლს. და ვერ გაიხარა ქართველმა კაცმა საკუთარ სამშობლოში, ამიტომაც იყრება ქართული ოჯახები და მიდიან საზღვარგარეთ. ამიტომაც ვხედავთ, რომ გარდაცვალების მაჩვენებელი აღემატება შობადობას. ამიტომაც ხედავთ ჩვენ და სტატისტიკა გვეუბნება, რომ იზრდება ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი და ერი ავადდება, კვდება და ერთი პატარა ჯგუფი გაიხარებს მერე რა. და ეს არ უნდა მოხდეს. ეს რომ არ მოხდეს და ქართველმა ხალხმა რომ გაიხაროს, ყველამ ერთად უნდა მოვიკრიბოთ ძალები და გავიაზროთ ყველაფერი, რაზეც მე და სხვები ლაპარაკობენ ობიექტივის პირდაპირ ეთერში. ზარი კიდევ ერთი. მოგესალმებით, ქალბატონო ირმა. გამარჯობა. ჩვენმა მთავრობამ ხალხის ბიუჯეტი გადააქცია თავის საკუთარ საფულეს. გამგებლები არიან თუ ვინ მამა ძაღლები არიან, როგორც უნდა ისე კლანგავენ. როგორც უნგრეთის პრემიერი მინისტრი ახალი რომ მოვიდა და უნდა შევამციროთ ხელფასებიო, რატო ესენი არ ამბობენ, რომ მათო დანიაზე და იმაზე რომ ამხელენ ვითომ იმას. ამიტომ ესე იგი რომელერთი ჩამოვთვალო, რომელერთი ეს კლებია მოკლედ ყველაფერი ძვირდება, ეს საწოდავი უძნის ფასი 2 კაპიკი. ვითომ დიდი რამეა, სამქიმიკატები ძვირდება, საწვავი ძვირდება, ყველაფერი ძვირდება და ვითომ ეს დიდი რამეა ამ საწოდავ გლებს 2 კაპიკს რო აფარებენ თვალებზე. ამიტომ უნდა გავოვიდეთ ქუდზე კაცი, დაგვიძახეთ ყველა, დაგვიძახეთ, რომ რა შეიძლება ეს მართლა ქონდრის კაცი და ყურებ დახშული კომახიზე უნდა დავაცამაროთ. საიდან გვიკავშირდებით, ქალბატონო? ძალიან საინტერესო იქნებოდა მომესმინა. საიდან გვიკავშირდებით? კეთილი, მადლობ ძალისთვის. კახეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო ობიექტივის პირდაპირ ეთერში იყო გადაცემის მსვლელობისას. კარგია რომ მთელი საქართველო გვიყურებს და გაქვთ საშუალება თქვენი ხმა მიაწვდინოთ მთელ დანარჩენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ყველას გეფერებით და გითხრათ სიმართლე ძალიან მტკივაგული, როდესაც ვისმენ ესეთ ზარებს. წერან ქალბატონმა დარეკა გურიის სოფელი მერია, არაჩვეულებრივი სოფელი, ძალიან ლამაზი და თქვა რომ ხორცი და თევზი მენატრებაო და ქართული ოცნების ჩინოვნიკები 1000 ლარს ტორტში იხდიან. აი ეს უთანასწორობა უნდა გაიაზროთ, ეს სიმახინჯე უნდა გაიაზროთ. ასე ცხოვრება რომ აღარ შეიძლება, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ ამაზე. ნახეთ ჩვენ კიდე ერთი მონაცემი, ნახეთ, ასევე ძალიან ზარი ხო? მოусმინოთ ტელემაყურებელს და გავაგრძელებ საუბარს. გამარჯობათ. გამარჯობა. ისაუბრეთ. მე ჩვენ ტობილები ვართ სოხუმიდან, ჩემი ძმა იბრძოდა.
და როგორც ზვიადის ჩამოართვეს იარაღი, იმიტომ რომ ზვიადი რომ თქვა საქართველოს დასაცავადო, მაშინ მოვიდა ჩემმათიძე ხელი და პრიზმაში დაიყვანა. და რა თქმა უნდა, საფხაზეთის ომშიც იყო და მე რაღაც მოვიდა ზვიადისთან. გადაკეთესო ჩემთვის გზებიო, მაშინ ჩამოართვეს ჩემს ძმას იარაღი. ალყა შემოარტეს და დიდი ის რო ყოფილიყო რამე გადამტრიალებელი ისე ჩამოართვეს. ამის შემდეგ მანამდე თეთრ არტივში ირიცხებოდა. ამის შემდეგ უკვე ვერცად ვერ ირიცხებოდა, იმიტომ რომ იარაღი არ ჰქონდა. მაგრამ ერთი დღე არ დაუტოვებია ბრძოლისველი. არც მას, არც ჩემს მეზობლებს, არც ნებაჩემს, არც მამაჩემს. იქით აკითხავდნენ სულ. და ისა გამოყავდა აქი დაწილები და იქით მიქონდა საწვავი. სამადგილასთან ორჯერ დაჭრილი. და ვერ აკითხებს იმას, რომ იბრძოდა. რომ მივედით მარტოში ვარ ჩვენ ტოზილები, რომ მივედით მარტოში დაკარგული აქვს სამხედრო ბილეთი. და ასე ვითხრეთ, ძალიან კარგია რომ დაკარგული აქვსო, არცად არ გამოიძახებენო. მე ვიტყვი მოვედი და დედაჩემმა თქვა, როდის დაუსახესო, ეს თავისით მიდის ყველგანო. მოდით იცით რაზე შევთანხმდეთ? თქვენს ნომერს ვთხოვმე რომ ჩამაწერინოთ. მე გიშუამდგომლებთ ვეტერანთა დეპარტამენტთან. მას მართლაც არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი ყავს ჩვენი თანამებრძოლი, ძალიან კარგი ადამიანი კობალაძე და მე ვთხოვ ვეტერანთა დეპარტამენტს რომ გაერკვნენ ამ საკითხში და თქვენი სიმართლე არ დაიკარგოს. მადლობთ ზარისთვის. საქართველოზე ვსაუბრობთ ჩვენ. ქალბატონმა დარეკა წეღან და აი ყველაზე შემზარავი ის იყო ჩემთვისო, როდესაც გვითხრესო რომ თუ არ მოგწონვართ წადით. და ბევრი რამ ასეთი ითქვა ამ ბოლო წლების განმავლობაში, ისეთი რაც პირდაპირ გულზე ხდებოდა ქართველ ადამიანს და საქართველოს მოქალაქეს. და აი ეს ნათქვამიც ეს ფრაზაც რომ თუ არ მოგწონთ ჩვენი პოლიტიკა წადით ახასიათებს აი ამ ფეოდალურ მართლობას. აი ეს არის ამაზე ვლაპარაკობ ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ ადამიანების ერთ ჯგუფს მიაჩნია რომ ეს ქვეყანა არის მისი საკუთრება და თითოეული თქვენგანის საკუთრებაა საქართველო, ჩვენ გვეკუთვნის, ყველას გვეკუთვნის და ისეთი პოლიტიკა მიყავთ ამათ და კონკრეტულად კობახიძეს მის ჯგუფს რომ თითქოს არავის არ აგვაქვს უფლება რომ ჩავერთოთ პოლიტიკაში და ის ნახეთ რას აკეთებს. აქცია იყო იმ დღეს და ვიხილეთ იქ წინა პლანზე გვარამიები, ჩერგოლეიშვილები, ვაშაძეები და ეს ხალხი მინდა იცოდეთ რომ ადამიანების ის რაოდენობა რომელიც გამოვიდა იმ აქციაზე მცირე ნამდვილად არ ყოფილა, ძალიან ბევრი ხალხი გავიდა იმის მიუხედავად რომ ოცნება სხვადასხვა დამცინავ და ცინიკურ ინფორმაციებს ავრცელებდა რაოდენობის თაობაზე, ბევრი ხალხი გავიდა იმ აქციაზე, მაგრამ აქ უბედურება ისაა რომ ეს აქციის და ამ ხალხის ქართულ ოცნებაზე აღშფოთება ხელში ჩაგდებული ვაშაძე გვარამიებს აქვთ და ესენი გმირებად ქართულმა ოცნებამ და კობახიძემ აქცია მეგობრებო. მის ინტერესში შედის ასეთი ოპოზიცია ყავდეს, თორე იქ ხალხი გვარამიებს კი არ მიყვება. ხალხი გამოდის ქართული ოცნების წინააღმდეგ. ეს არ მოწონს მმართველობის ეს სტილი არ მოწონს. არ მოწონს ახალგაზრდების ტროტუარზე დაკავება და ციხეში გაშვება. არ მოწონთ ყოველ სიტყვაზე რაღაც ჯარიმები. არ მოწონთ განსაკუთრებით აი ეს ავტოსაგზაო და სხვა ტიპის ჯარიმები და სანქციები და აი ამიტომ გამოდის ქართული ოცნების პოლიტიკის წინააღმდეგარი ხალხი ქუჩაში გასული. ზარი კიდევ ერთი. და ვხედავთ ჩვენ რა მონდომებით ეწევა კობახიძე აი ამ ხალხის რეკლამირებას, იმიტომ რომ მას არ აწყობს ნამდვილი ოპოზიცია, ისინი უნდა ოპოზიციაში. ისინი არ წარმოადგენენ მისთვის არანაირ საფრთხეს და ამიტომაც იმედის სახელისუფლებო ტელევიზიის სოციალურ გვერდებზე მიდის აქტიური რეკლამა, ციტატები აქვს გამოტანილი ამ გვარამია ვაშაძეების, ვითომ დისკრედიტაციას უწევენ და სინამდვილეში რეკლამას უწევს. მაპატიეთ რომ დაგაყოვნეთ, ბრძანეთ. არავის. იცით რა ბრძანა?
აი ეს რამე მაინტერესებს, ნუ კარი სვალი. სვალობს აღარ ახლა მე ინვალიდი ვარ, აქტივის თამაშს ნუ უნდა მისცემის წამალე პოინ ბავშვებს უნდა მისცემ ამას მე ამბობ მე ამას მიმართავ სოտնე მოწაკია რასერაცოს ივანიშვილი და კიდევ იმას ვქო ივანიშვილი ჩვენ იმას ბიზნესს ეს დანარჩენი ხალხი მეგენი არ მაინტერესებს მეგენი ესეთი არიან ესეთი მეგონი ხალხი ესენი ყველაფერს მეგონი აქტიურობენ ესე მგონია მე ათ ოპოზიცია მე მაინტერესებს ეს რამე მაინტერესებს ამ ხალხს მიმართავ მე ზუსტად ვიცი გვისმენთ და მე იმას შევია და ქვია ის ვიჩი აიბიკი არის ივანიშვილის ვიცი ფოტო და და გიგაცი ის კაი ადამიანი მე მაგათოს ვიცნობ შორიდან და ახლა უყურე ამას კიდევ წამალი არ არის როგორ შეიძლება ნუ წამალი ვიკი 90% მარი გადავიხადე არაფერი შემთხვევა არ არის ნუ უნდა ჩამოვატანიო მოსკოვი და რუსეთი და საიდანო სამფურქიდან არგი რა სიტყვი არის საკალი ჩვენი პენსიონერები შეიძლება ეს ღმერთი ხوارწებს რომ ქვეყანაზე გასულ რაღაც ფონდს ჯეროდეს ახლა მეორე ათო ერთი მაინტერესებს აი და განის ბაზარში ჩახვალ და ვირის ფორტიდია აი გაიესაგერა მართუთკები ვირის ფორტა და ცხენის ფორტიდია ნუიზელი ამას არახები ვეუბნები პოლიცია ეს რაი ვირი ეხები რაღაც და დიდები დიდია ამიდრებული რა თქმა ბილია ხუთი მარი უშდება კიდევ 25 ლარად ალბათ ეს იმა გაქცე ჩვენ ობახით ეს აქცე 20 ლარად მიყოლი ხიდი ხელი და ვირი ხო არგი რა ეცვლიან ამხელა დავადები ადამიანები დავადები ამასაც კომისარიძეობა რაღაცა ისეთი რაღაცა ხოგახო ვადებულება ვიღაცა ხელფას ხოიგებს ამაზე ჩაბდა ეხლა საბა ჩაბდა და ნახე და შემამოწმე და მე დამირეკე და მაგინე და რა თქმა უნდა მითხარე და როგორ შეიძლება ესეთი რამე ეს თავიანთი იმაზე მოქმედებს და ხო აი მოლაგროვი ფული 90 ლარი გადავიხადე სამალში არავის არის შემთხვევა და აი ხორცინი დავიწი და მარტოებს და აღარ ვიღაცა ერთი და აგერ არის ვიწყების ხორცი ეცველი არგი როგორც შეიძლება მიმართა ივანიშვილის მიმართა პატრონის ბიზნესს და კაი ადამიანი სოთმე იმას რა ქვია დაქი ივანიშვილი ეხლა კიდე რა აბოკატიეთი გადამეუზა მოლეს 400 ლარი და მოლესა ბაზარელებული არის იმისი და რა ქვია ეს დაიწყე ბავშვა სამყარო საიდან ასმადლე რასე ფულ გამოიტანე შეჭამე ვერ გავიგე რა მაგ მე აბოკატებთან რა შინომინის ეს მერე და დაგი მომწონდა არცის მომწონდა და ბაჟაკის მასტიგებდა აღარ შეიძლება ოპერაციამ და გავიგე საფრთხე მაგის ფულს ამამობთ 10 წელი გავიგე 20 წელი და არაკეთე აი სიცხელი არის ეს არის ადამიანი ამას ვაღავი აი ამას თაკეთო უთხარო აი გადარემებული მიეც თავისი ფული და ზრაგირა ფაბუსა და მოვაჭრო ვარი თქვა ვინც თოვლარი მოვას ვიცი რა ყველაფერი აი ეს ფული მიერ თარაფეს არაკეთე აკეთე აი ვისაც ეხება აი მიმართავ ბიზნა ივანის მიმართავ ჩოტრეს ივანის ოდი რა მეწხედე რა ხალხს მე არ ეს ოპოზიცია არაბა ის არ გააკეთე ადამიანური საქმე მაგერა აქ არის წამლები შემოიტანე წესიერი ხორცი გაკეთე წესიერი ეს აფოკატები რაში ჭირდებია თუ აფერისტებია და ჩვენ ფუჩეჭანა და თელმაზა არაფერს არ მომწე ვერ გავაკეთო მე კიდე საავადმყოფოში ფულს ვამხდე აი მაგალითად გასაგები მადლობ ძალისთვის ეს არის აბა როდის იყო ახლა ბატონი ხარისხიან ჩიჩიას უნაწილებდა მონას აი ეს ვირი და ცხენი უნდა ასე აფასებენ ქართულ ხალხს ასე გვიყურებენ რომ ჩვენა ვართ ცხენის და ვირის ხორცის ღირსები და თვითონ აგერ შებრაწულ მოხრაკულში 70000 ლარი გადაიხადეს ერთ ვახშამში ეს უნდა შეიცვალოს და საერთოდ ბევრჯერ მithქვამს და ეხლაც მინდა ვთქვა რომ არ შეიძლება ასე გაგრძელდეს ყველა ეს გადაცემა მიზნად ისახავს იმას რომ მთელი საქართველო რომელიც რეკავს ამ ეთერში
კარგად იაზრებდეს რასთან აგვაქვს საქმე და როცა მოგიხმობთ, ბევრჯერ იყო ამაზე საუბარი, რომ მოგვიხმეთ, გამოვალთ, როცა მოგიხმობთ, ისე კი არ უნდა მოხდეს, რომ მხოლოდ მოხალისეები მოვიდნენ, ყველა უნდა დავიძრათ და ყველა გარეთ უნდა გამოვიდეთ. 800,000 პენსიონერი, რომელიც რომ გმინავს, ჩვენს გვერდით უნდა იდგეს. სოციალურად დაუცველები ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ თავიანთი შვილებით. ომის ვეტერანები, რომლებსაც ასლარა დაფასებს, რომელთა სიცოცხლეს ეს ხელისუფლება და თავის კეთილდღეობას მილიონებად, ის ვეტერანებიც ჩვენთან უნდა იყვნენ და იქნებიან და თავარი რაც არის, იცით, ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანზე, როგორი ადამიანი მართავს სახელმწიფოს, მის ადამიანურ თვისებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ბოლო 2 წელი კობახიძის მმართველობის იყო გაჟღენთილი სიბოროტით, აგრესიით, გულცივობით, შეუვალობით და უსიყვარულობით. და ვნახეთ ჩვენ პოლიციის ჯგუფური თავდასხმის შემზარავი ფაქტი გორელ 2 ახალგაზრდა ადამიანზე, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდნენ და ეს გამოძახილია, მე ვფიქრობ, რომ ეს ჯგუფური ძალადობა არის გამოძახილი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში იმ ზოგადი ძიმე ატმოსფეროსი, რასაც ეს ხელისუფლება და კობახიძის მთავრობა ნერგავს, ნულოვანი თანაგრძნობა. აი ამ ნულოვანი თანაგრძნობის შედეგია, რაც გორში მოხდა. და არასდროს არ უნდა განმეორდეს მსგავსი რამ და ყველა უნდა ვიყოთ ერთსულოვანი იმაში, რომ დავგმოთ ეს ძალადობა, ავიმაღლოთ ამ ძალადობაზე ხმა, ვინაიდან დღეს თუ ამაზე გავჩუმდებით, ხვალ ეს აკლემი სხვების კართან დაიჩოქებს. და კარგია რომ აღიძრა საქმე, კარგია რომ პროკურატურა არის ჩართული, შინაგან საქმეთა სამინისტრო და კარგია რომ დაკავებული არიან ეს პოლიციელები და უნდა ესმოდეს ყველას, რომ აი ასე მოქალაქე წიხლქვეშ გაიგდო და სასტიკად ცემო ეს არავის არ შერჩება. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მე პატივისცემით გემშვიდობებით, ობიექტივი კი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. მადლობთ.